კვირის წიგნი ფრიდრიხ ნიცშე სიკეთის და ბოროტების მიღმა. ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ სმენია, რომ ფრიდრიხ ნიცშე უდიდესი მოაზროვნეა. თუმცა ნიცშეს როგორც სახალხო ავტორს უმრავლესობა არ იცნობს. მისი მიზანი თითოეული ადამიანია, მაგრამ მისი იდეები გამოკეტილია ვიწრო ფილოსოფიურ წრეებში და დაკარგული აქვს დანიშნულება მასებისთვის. სიკეთისა და ბოროტების მიღმა ზეკაცის გამოყვანის მცდელობაა, სწორედ რომ ჩვეულებრივი ადამიანისგან. და აი ინდივიდი დგამს პირველ ნაბიჯს თავისუფლებისკენ. ადამიანი იბადება შიშველი, უქონელი, უცოდინარი, ცარიელი და თავისუფალი. ესე იგი დაბადებისთვის საჭიროა თავისუფლება. ნიცშეს ფილოსოფია მთლიანად თავისუფლების იდეაზეა აგებული და რადგანაც თავისუფლება პირველ რიგში სიცარიელეს მოითხოვს, ნიცშე მოგზაურობას იწყებს სოციალურ-მორალური ღირებულებებისა და გარედან შეძენილი კონსტრუქციული აზროვნებისგან დაცარიელებიდან. აქ ნიცშე ძალიან უხეშ რევოლუციურ კითხვებს სვამს. რატომ არის ბოროტება ცუდი? ან არის კი ბოროტება? დიახ, ვიტყოდით ჩვენ, რა თქმა უნდა, ადამიანის მოკლა ბოროტებაა, მაგრამ ნიცშეს არ მოსწონს ჩვენი დარწმუნებულობა. არც ის სურს, რომ მკვლელობა პოზიტიურ ჭრილში აღვიქვათ. ის ჩვენგან მოითხოვს სიმამაცეს და დავეჭდეთ იმაში, რაც დაუეჭებლად მივიღეთ. უარყვეთ ყველაფერი, რაც გარედან ჩაგვინერგეს. განთავისუფლდეთ და დავიწყოთ მეორედ დაბადება. ინდივიდუალური სიცოცხლის ფორმულის შექმნა, ნების სეიმი. ამიტომ ნიცშე ებრძვის ტრადიციულ მორალს, განსაკუთრებით ქრისტიანულ ტრადიციულ მორალს. ღმერთი მოკვდა, ამბობს ნიცშე და გულისხმობს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ღირებულებები მოკვდა. ღმერთი იქცა ბუტაფორიად, მოსართავად. კვირის წირვა დიდგვაროვანთა პოდიუმია. ქრისტიანობა კი სუსტების მიერ საკუთარი უღონობის გამართლების მცდელობა. ის ებრძვის თვითგვემას, თვითგანსჯას და მორალურ განსჯას, უმოქმედობასა და მონურცნობიერებას, რომელიც არ აზროვნებს და არ არსებობს დამოუკიდებლად. ბრძოლას უცხადებს ქრისტიანების მანკიერ თვისებებს, მორალის სწრაფვას იმ მიზნისკენ დააპატარაოს, დააბეჭაოს და შეზღუდოს ადამიანი. პრიმიტიულად გაიგო ფაშისტურმა იდეოლოგიამ ნიცშეს აზრები. მორალისგან განთავისუფლებული ნების მდგომარეობა ამორალურ ქმედებებს დაუკავშირა, ხოლო ზეკაცის იდეა არიულ რასას. ეს სიცოცხლის ფილოსოფიის იდეების სრულ დამახინჯებას ნიშნავს. წიგნში იბადება ზეკაცის იდეა. მისთვის ზეკაცი ცოცხალი პროცესის მეტაფორაა, გზაა, რომელსაც თავისუფალი ადამიანი გადის, ვინც სიცოცხლის ყველა ღირებულებას საკუთარ თავში პოულობს. არ საჭიროებს ღირებულებას გარედან და თავიდანვე წარმოადგენს საკუთარი სიცოცხლის გამართლებას. თავისუფალი ტრადიციული მორალის მარწუხებიდან ზეკაცი ჭეშმარიტ ღირებულებებს საკუთარ თავში პოულობს და მათი მიხედვით ცხოვრობს, არა ძალდატანებით, საზოგადოებისა და მორალის ჩაგონებით, არამედ ნების ძალითა და სიცოცხლის სიყვარულით. ის თავადაა საკუთარი თავის შემოქმედი. ამიტომაც ზეკაცი ამბოხებული სიზიფესგან განსხვავებით თავად ქმნის საკუთარ მთასაც, საკუთარ ლოდსაც და საკუთარ ბედსაც. ასე ის ბედნიერია, ის ძლიერია, რადგან შეძლო დაპირისპირებოდა კაცობრიობის ყველა ჩაგონებას. არ ესარგებლა მონობის შესაძლებლობით, არ გადაეცა პასუხისმგებლობა ისეთი იდეებისთვის, როგორიც არის ღმერთი, ეშმაკი, ეკლესია, მორალი, საზოგადოება, ერი, სამშობლო, წარმომავლობა და სხვა, არამედ მან აიღო სრული პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და განთავისუფლდა. ნიცშე უფლებას აძლევს თითოეულ ადამიანს გახდეს იმაზე მეტი, ვიდრე ღმერთისა და დემონის ბრძოლის ველია. ის განთავისუფლებს ჩაგონებული რწმენებისა და შიშებისაგან. მოგიწოდებს სიმამაცისკენ, რომ მოწყდე იდეებს, როგორც შენი მანკიერების მფარველთა კალთებს და გთავაზობს ჭეშმარიტ თავისუფლებას. სიკეთისა და ბოროტების, სიყალბისა და ცნობიერების ყველა გისოს მიღმა, რომელიც გართმევს ყველაზე უძვირფას, ეს რაც გაგაჩნია, შენს თავს.